დღე გრძელდება. მოსაცდელში ნაცნობი სახე ჩანს. არა, ეს ის კონკურსანტი არ არის. დათო რობაკიძემ ნიჭიერში მოსწავლე მოიყვანა. მე ვარ ის დავით რობაკიძე. ეს პიროვნება გახლავთ ჩემი ნომერ პირველი მოწაფე. მე ვქია ვატო ზურავიშვილი, ვარ 11 წლის. ვაკეთებ ფოკუსებს. ნიჭიერში გადავწყვეტ მონაწილეობა ერთი მარტივი მიზეზის გამო. რა წინსვლებისმა კარიერაში უმთავრესად არის ნიჭიერის დამსახურება და მინდა რომ ვატომაც ეს ნაბიჯები გაიაროს, რაც აუცილებელია კარგი ილუზიონისტის. ხوار ნერვიული? დარწმუნებული ხარ? კი. შეიძლება? კი. არ შემარცხენ? არა. გამოვა ყველაფერი ათიანზე, დაგახერხე. მეორე ბიჭო, აი ეს. ეს სახელი დაგვამახსოვრდება შესავით. დავით რობაკიძე. ვერ დაივიწყოთ. ვერ დავივიწყოთ. მაშინ ვატოს გავუშვებთ, დათოს დავიტოვებთ. კი, აბა შენც. აბა, მიდი, შენიც. უი, პატარა ბავშვი გამოვიდა, კაცო. მაიმე, გენაცვალე, ბიჭო, შენ. მოგესალმები, სახელი გვარი ასაკი ვატო ზურავიშვილი. და რითი უნდა გაგვაოცო? ფოკუსებით უნდა გაგაოცოთ. კაი, მაშინ დავიწყოთ. მე მაქვს ბოთლი და ჭიქა. ფოკუსის მიზანია ბოთლი გადავიტანო მარცხნიდან მარჯვნივ და ჭიქა გადავიტანო მარჯვნიდან მარცხნივ და მე ამისთვის წამოვიღე ორი ცარიელი ცილინდრი. ეს პირველი ცარიელი ცილინდრი და ეს მეორე ცარიელი ცილინდრი. უი, აქ ზედმეტი ბოთლია. დავატკაცუნებ თითებს და შეიცვლება. ვატკაცუნებ თითებს და კაცი მე სკეპტიკურად უყურებს. მესამე და სამართალი. ვატკაცუნებ თითებს, შეიცვალა. აჰა, ნახე. უი, კიდევ ერთი ბოთლია. ვატკაცუნებ თითებს, შეიცვალა. უი, კიდევ ერთი ბოთლია. ვატკაცუნებ თითებს, შეიცვალა. უი, კიდევ ერთი ბოთლია. ბოთლებია. ხანდახან მე თითებს ვატკაცუნებ და ჩდება ორი ბოთლი. ხანდახან მე თითებს ვატკაცუნებ და ჩდება ორი ჭიქა. მე მგონი ეს ნომერი ყველას მეწონს ნიკას გარდა. და ბოლოს თქვენი სადღეგრძელო ხო უნდა დავლიო? ოთხკის გაუმარჯოს. ოჩა, ბრავი! ოჩა. ბატო, ძალიან მაგარი ბიჭი ხარ, ძალიან ნიჭიერი ბიჭი ხარ. ვინ გასავლა ეს ფოკუსი? დათო რობაკიძე. ვეთქვი როგორ გააკეთე? არ შეიძლება რა. მე ვფიქრობ, რომ ძალიან ნიჭიერი და ყოჩაღი ბიჭი ხარ. მადლობა. ძალიან გამოუცე შეიძლება არა, მაგრამ სასიამოვნოდ გამაკვირვე და ეს პლუსია, ბრავო. მოკლედ და კონკრეტულად, ეხლა რო არ გავაგრძელოთ დიდი ამბავი. მე გეუბნები კის, მეც გეუბნები კის. მე ვფიქრობ, რომ ამ ნომერში განსაკუთრებული არაფერი არ იყო, ამიტომ მე არას ვამბობ. უკეთ გეგამ უნდა გადაწყვიტოს ეს ამბავი. კი რა? დასახვეცი გაქვს რაღაცები, მართალია. მე მგონია შეიძლება ამას და ნეგეთყვი კი ის. სოფლთან. სამი კიდევ და გადასული ხარ შემდეგ ტურში. ოჩა. მასწავლებელი ვარ დასავლელი ასახელა. ყოჩა. აი რა გააკეთა ახლა? აი რა. კარგია, პატარა ბავშვი, რაღაცა კარგია. აბა ეგრე ყველა ფოკუსი ის არის, ტყუილია ხო ვიცით, ყველა გვატყუებს. აბა კარგად გააკეთა, ისე რომ მაყურებელი ვერ სასიამოვნო შოუ მოგვიწყო. კი, რა გინდა, თან რაღაცა კარგად არა, რა, კაი ბავშვი. გეგას გადამწყვეტი კი და ვატო მეორე ტურშია. მოსწავლეს და მასწავლებელს მალე ისევ შეხვდება.